დროების კიდევ ერთმა გადამღებმა ჯგუფმა ვნებისკვირა ბეთანის მონასტერში გაატარა და იქ მოღვაწე ბერების ყოველდღიური ყოფა ასახა. ადამიანები, რომლებმაც თავი უფალს შესწირეს, მუდმივ ლოცვასა და შრომაში არიან. ვნებისკვირა მონასტერში განსაკუთრებულად მკაცრია. ბერები ერთმანეთშიც კი არ საუბრობენ. მონაზვნური ცხოვრების იდუმალებასა და ვნების შვიდეულის საკრალური რიტუალების შესახებ ალეკო გაბუნიაკი ამბობთ. სიცოცხლე უფალს მიუძღვნეს და ახლა მასთან სასაუბროდ მიდიან. ყოვლადღიას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ტაძარში სულიერ სიმშვიდეს პოულობენ. აქ უფალთან მარტო რჩებიან. მონოზონი ნიშნავს მონო, მარტო მყოფს. დამისათვის აიჩია მამებმა, რომ გასულიყვნენ მარტო უდაბნოებში, რომ განმარტოებულიყვნენ და ლოცულობთ ჩვენი სულებისათვის და სულიერ საქართველოს სულიერი ამაღლებისათვის. მონასტრის საძმოსათვის სააღდგომო მარხვის ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, უკანასკნელი დღეების, მისი ჯვარცმისა და დასაფლავების გახსენებაა. ამ კვირის ყოველ დღეს დიდი ეწოდა. ვნების შვიდეული და ისა საჭმლის თვალსაზრისით სირთულე კი არ არის. იმისთვის სიხარულია ესა. მორწმუნესათვის ვნების შვიდეულის სიმძიმე უკვე მისი ისტორიული ქრონოლოგიური თანმიმდევრობის გამო არის. რა ხდება, რა მოხდა ამ დროს, ამას ძაფრად განიცდის ადამიანს. რამდენიმე დღე ბეთანიის მონასტერში მონასტრული ცხოვრებით კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ იცხოვრა. ჩემ თავს ამ შემთხვევაში უყურებ ისე, როგორც შეიძლება იყოს საბავშვო ბაღის ახსაზდელად მისული პატარა ბავშვი. ასე უყურებ ჩემ თავს, როდესაც ლაპარაკია მონასტერში და ეკლესიაში მისვლაზე, ლოცვაზე. დიდორშაბას ეკლესია უნაყოფო ლეღვის ხის გახმობას იხსენებს. ლეღვი მიუდეველთა სახეა, რომელთა გულში მასხოვანმა ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ ჰპოვა. ბეთანიის მონასტერი ყველაზე მკაცრი, ათონური ტიპეკონით ხელმძღვანელობს. ღვთისმსახურება დილის 3:30-დან 11 საათამდე გრძელდება. წეში მხოლოდ ორჯერ ტრაპეზობენ. ბერების სუფრა პურით, მარილითა და მწვანილით შემოიფარგლება. თავისუფალ დროსაც კი ერთმანეთს წმიდა მამათა ცხოვრებას უკითხავენ. ადამიანი, როდესაც ბერად აღიკვეცება, მას ეკითხებიან, რომ შეძლებს თუ არა ამა თუ იმ სათნოების აღსრულებას. და ის პასუხობს, რომ ჰეხვთისა ძალით. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი მართალია ეს მძიმე ჯვარია, მაგრამ ღვთის ძალით ეს ყველაფერი შესაძლებელია. ბეთანიის მონასტერი მე-11 საუკუნით თარიღდება. ისტორიკოსების ვარაუდით, იგი თამარ მეფის დროს არის აგებული. მეფის 4 ფრესკიდან ერთ-ერთი სწორედ ბეთანიაშია. მონასტერში შემონახულია საუკუნეების განმავლობაში აქ მოღვაწე ბერების საძვალეც. მონასტერში არ არის ელექტროობა და წყალგაყვანილობა, არც ტელევიზორი და რადიო. აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც 10 საუკუნის წინ იყო. ბერები ძირითად დროს ლოცვასა და მორჩილებას უთმობენ. აქ ყველას თავისი საქმე აქვს. წინასწარ და მკაცრად განსაზღვრული. მონასტრის წინამძღვრის ლოცვა კურთხევის გარეშე ისინი არაფერს აკეთებენ. აქვთ საკუთარი მეურნეობა. აქ მოღვაწე ბერები მონასტრის კარიბჭის გარეთ თითქმის არასდროს გადიან. ფიქრობ აქ მონასტერზე ძირითადად უფალზე გავფიქრი და მასზე ფიქრობ და მასთან ნაგაზი ყველა სხვა უკვე გვერდზე არის. ძირითადი მოვალეობა ახლა არის ლოცვა, კანონების შესრულება, ეს არის ძირითადი და დანარჩენი მე იმის მერე ხო რაღაც უნდა აკეთო. დიდი ოთხშაბათი, ამ დღეს უფალი გასცეს. ჩაბნელებულ ცივ ტაძარში მხოლოდ ბერების შუმი ლოცვა ისმის. მონასტერში თითქმის არაფერს ჭამენ. ამბობენ, რომ ადამიანმა სულიერად ის ვნებები უნდა გაითავისოს, რომელიც იესო ქრისტემ ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებში განიცადა. რაც უფალმა ამას სოფელში ცხოვრებისას კაცად ყოფის დროს გვაჩვენა, ის ჩვენი ცხოვრების ესე იგი პრეამბულა უნდა იყოს. ის არის კაცო ადამიანის ცხოვრების, სწორი ცხოვრების წესი. მკვდარი ცოცხალის სიტყვით. ასე უწოდებენ მონაზონს. მათი ცხოვრება მხოლოდ უფალს უკავშირდება.
ბერები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოვალეობა ლოცვა, სინანული, დუმარება და მორჩილებაა. ბერია სისხლის მარტო ცხოვრობს, ბერია სისხლისას არაფერი გააჩნია, ბერს მხოლოდ საკუთარი თავი გააჩნია, ბევრი ცხოვრების წიგნია, ბერს ჩვენის კარი დახურული, ლოცვანი გადაშლილი, სანთელი ანთებული, ბევრი ცხოვრების წიგნია. ამ წიგნში ძალიან ბევრი წერია. ისინი უფლის გამო წუთის სოფელზე უარს ამბობენ. ივიწყებენ ყველაფერს და მხოლოდ უფალთან საუბრობენ. დიდი ხუთშაბათი. ამ დღეს უფალმა წმიდა ზიარება დააწესა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ან უნდა იყო მსახური, ან უნდა იმსახუროთ. და ზუსტად საიდუმლოსერობის დროს, ფეხდბანის დროს, ზუსტად უფალი ამბობს, იმისთვის კი არ მოვედ, რომ მე მსახუროთ, არამედ ესე იგი მე გემსახუროთ. ეს არის ქრისტიანული ცხოვრების ამოსავალი წერტილი. ხუთშაბათს საღამოს 12 სახარება იკითხება. იესო ქრისტეს ვნებები, რომელიც მან ჯვარცმამდე განიცადა. სახარების კითხვისას სანთლები მორწმუნეების ხელში იმის გამოხატულებაა, რომ უფალს ღვთიური დიდება და ნათელი ვნების დროსაც არ დაუკარგავს. მონასტერი ყველაზე მძიმე დღის მოლოდინშია. როცა მეთო ყველა საშორეს და დარი ოჯახში ყავთ. იმის მდგომარეობა როგორია? ასე მგლოვიარად ხვდება მონასტრის საძმო უფლის წამებას. დღის 2 საათი. ამ დროს იესო ჯვარზე მიიცვალა. აი ამ გარდამოხსნაზე დასვენებულია გრუბელი, დასვენებულია ლახვარი, დასვენებულია კოვზი, ყოველივე იმის აღსანიშნავად, რაც მოხდა აი ამ დღეს. წითელი კვერცხი ადამიანთა კეთილდღეობისათვის დაღვრილი სისხლისა და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. მონასტერი უფლის აღდგომის მოლოდინშია. შაბათს დილით გარდამოხსნის ტაძრის ირგვლივ სამჯერ შემოტარება ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების ნიშანია. აღდგომამდე რამდენიმე საათით ადრე ტაძარი ნათელი ფერებით ირთვება, რაც ქრისტეს საფლავთან მდგომ ანგელოზებს განასახიერებს. ქრისტე აღსდგა. გლოვიარე ერთი კვირა დიდმა სულიერმა სიხარულმა შეცვალა. ცარიელი ტაძარი უფლის ცარიელ საფლავს განასახიერებს. ახლა უფალს ადიდებენ. ამ დღეს დღესასწაულს და დღესასწაულს უწოდებენ. დღეს, როდესაც ძესასა და მიწას შორის ზღვარი გამქრალია.